გამარჯობათ, მე თქვენ გასწავლით ემულატორში სეტინგების გასწორებას, რომ არ გაგიჭედოთ, ანუ ჩემთან ძალიან საკაიფოდ მუშაობს და არ ჭედავს არაფერი. ეს ეკრანზე არეული, იმიტომ არის, რომ გაწელი რეზოლუციაზე მიყენია. 1440-1480-ზე მიყენია რა. ესე იგი პირველ რიგში ემულატორის სეტინგს გაჩვენებთ. აქ ასე მიყენია. მხოლოდ ეს ბიჭი გამოგდატოვებული, დაირექტზე ვთამაშობ ეს ასე. ეს 8-ზე გაწელი რეზოლუციაზე DPI 480 მაქვს, ეს დაირექტზე. მოდელი Asus ROG 2 მიყენია. თამაში 2K 5 და 90-ზე. ეხლა რა, control panel-ში აქ power mode-ი, balance იყინა და high performance-ზე მიყენია, აქ ჩამოშლით რა, ის არის თუ არ გიჩვენებს power, რომ შეიძლება ეს ორი იყოს, მაგრამ power-სავე და balance და high-ზე რო ჩამოშლით ამ რაღაცას აქ იქნება და აქ high performance-ი შეიძლება გამოჩეს და მე ზევით აიწევს. და აქ შედიხარ და ამგესაც გათიშავ რა, ძილის რეჟიმს. შემდეგ დანარჩენი პრინციპში ხო Nvidia-ში თუ გაწელზე გინდა თამაში adjust-ში გადახვალ და full screen-ს მონიშნავთ და აქ აირჩევთ რა რეზოლუცია გამოგიჩვენებთ რა რეზოლუციაზე გაქვთ დაყენებული რა გაწელზე. აქ აუტოზე მიყენია, შეგიძლიათ Nvidia-ზე ზატობოთ, მაგრამ ერთი და იგივეა, რა ვიცი, და დაცლეს აუტოზე ვტოვებ, ამიტომ. აქ ზუსტად მე მაქვს 1070 მაქვს GTX-ი. ზუსტად აქ როგორც არის, ისე გადაიტანეს თქვენს ყველაფერი რა. program setting-ში. ეს აქ არ შეხვიდეთ რაღაც აქ რო შედიან გამელოპის იმასი ემულატორი N, სად არის ეს? ბავშვა ტექსტები. აქ რო შედიან, OI მოდი და ემულატორი N აირჩიეთ, ეგ არ გააკეთოთ. თვითონ გამელობს თავისი სახე, ტენქ, ეს რო აწერია, ეს არის ყველაზე კარგი რა, ამაზე გაასწორეთ. მე როგორც მაქვს ეს low latency ultra-ზე მიყენია. power mode-ი maximum performance-ზე. ეს ეკრანისა ამაზე მიყენია. ისო ტექსტურა ესეც მონიშნეთ on-ზე. quality high performance-ი. ესეც ჩართეთ. ოპტიმიზაციაც ჩართეთ on-ზე და Sonic-ი გატიშეთ. ხო, აქ ჩამოშალეთ ეს COVID აუწიეთ ბოლომდე პერფორმანსზე, ეს პირველი ჩვენებისა, მეორე პერფორმანსზე მიყენია და შუაზე გადაიტანე და შტაასეივეთ. ახლა გაჩვენებთ თამაში თვითონ როგორია რა.
მე ვთამაშობ Ultra HD-ზე რა. Smooth და 90 FPS-ით, 120 FPS-ით კარგია რა. გრაფიკა, ანუ ასე მიყენია. თქვენ შეგიძლიათ აი Smooth და მე ყვევით Extreme Age რაც აწერია რა, არ მინდა ხარ უაირიოს, ამიტომ არ ვცვლებ. მე დავუშვათ, შევიდეთ ტრენინგში გაჩვენებთ. აი ძალიან რბილია. FPS-იც შვენიერია. რა ვიდეოს ვიჭერ და ჩემი ვიდეო ბარათი იმდენად ძლიერი არ არის, რომ ყველაფერი ერთად გააკეთოს რა. შეიძლება ფრეზი კონდეს, მაგრამ რა ვიცი, ფრეზი ჯერ არ აქვს. Sensitive-საც რა ვიცი, თუ მოგეწონებათ ამასაც მოგცემ. ეს ხოლმე მაგარი რამე. ჩაკუცხული არ ვიცი რა უკეთ ვით. მაგარი რეფოლგა ჩაკუცხული რო ისოლო. აი ყველაფერზე მაგარი რეფოლგი. თორინა ისაიღო. და სამენცი ავიღოთ. ხო, ეს არის სენსიტივები. აი ასე მიყენია. ეს ADS, ეს გამორთული მაქვს ADS. ხო, კიდე, აი ეს კონტროლები აი ასე მაქვს ემულატორისთვის ეს კონტროლები კარგია აი თუნდაც ესენი როგორც მაქვს ისე თუ დააყენებთ რომ ზოგიერთი რაღაც ტელეფონის იმაზეა ჩართული და ხელს უშლის ანუ მაუსის მოძრაობაზე ანამე თლად ისე არ დაკვებათ რა შეიძლება დაკვებოდეთ მაგრამ უკეთესად აი ასეა აქ რო აყენი ესეთ პარამეტრს თუ დააყენებთ მაუსის მოძრაობას რაღაცა უკეთესად იმაშובה რა. აი არენაში გავტესტოთ და დავაკვირდით აბა FPS რამდენი იქნება რა. სანამ ჩაირთება, აი ეს მონაცემებია ჩემი კომპიუტერის. აი 513 თაობა, 16 გიგაბაიტ RAM და DDR4-ის. ვიდეო ცოტა დიდი შეიძლება გამოვიდეს მონტაჟი და რაღაც არ ვიცი, მე ამის დაჭრა, მოჭრა და Team match, let's go. ვიდეოს ვიწერ ისე აი FPS კი ხედავთ დენი რა. ძალიან მაგრამი აქვს FPS მე თქვიებსაც მაგრად ვიზა
Killing spree for the blue team. კარგი, დავასრულოთ ამით რა. მადლობა რომ უყურეთ ვიდეოს და თუ დაალაიქებთ და გამოიწერთ არხს დამეხმარებით ძალიან. და კიდევ თუ რამე გამორჩა არ ვიცი და კომენტარებში დამიწერეთ და გეტყვით რა. თუ რამე დაგვაგვდა სათქმელი. აქ რაიმე. ანუ თამაშის ის რომ რაღაც პარამეტრში გეიმინგის იგი რაღაც ჩართვა და ეგ მანდაც არ ვკიდებ ხელს რაღაცას რომ ამატებენ რა ქვია იმისთვის ჰიგ პერფორმანსი რაღაც რო აყენებენ ცალკე გაიმლობის იმაში გაიმლობის რაღაც მოთხივე იმას ამას რო ვაგდებინ რა აი ამ გენს რო ყრიან რა ცალკე აქეთ რაღაც ამ პროგრამაში ამ მაგას არ ვაკეთებ რა ან ჩემს Windows თვითონ არც მოყვება ეგ იმიტომ რომ სათამაშო Windows-ი მაგ მოწერილი რომ სათამაშო რა ჩვეულებრივ 11-ია ოღონდ ზედმეტი რაღაცები ამოღებულია ფაილებიდან რაც ტყუილად ვირთავს პროცესორს და პროცესები არის ძალიან 300-მდე 200 რაღაცა შეიძლება ავიდეს და ეხლა ვიდეოს ვიწერ მარტო იქით Google-ი მაქვს გახსნილი OBS-ი მაქვს ჩართული 2K-ში ვწერ და 2K-ში კაი დადვით აქ ამ ვიდეოებად 2K-ში ახლა გასტრიმი არ შეუძლია მაგრამ ხედავად ამისა კაჩავს რა მადლობა ყურადღებისთვის გამოიწერეთ არხი და დავდებ ხოლმე მსგავს რაღაცებს ვიცი ბევრს უნდა ამის გასწორება რაღაცების უჭირს რაღაც და შეძლებს ზაგვარად დავეხმარები და ხო ვისაც ძალიან სუსტი გაქვთ ახლა კომპიუტერი ახლა მე მაქვს პროცესორზე 10 ბირთვი 16 ნაკადით ხო იმიტომ მიყენებ აქ 8 ბირთვს თქვენ თუ 6 გაქვთ ხო 8-ზე არ დააყენოთ 8-ზე არ აქვს რა 4-ზე დააყენეთ 4-იც ყოფნის ემულატორს და RAM 16 თუ გაქვთ 8 დააყენეთ არ არის პრობლემა მშვენიერია 8 თუ გაქვთ ავი 4 მაგრამ ავი ამდენად კარგი იქნება შეიძლება 4-ზეც გაქაჩოთ ჩვეულებრივად და ეგრეთ სუსტი კომპიუტერი თუ გექნებათ ეს 1080-ზე დააყენო ჯობია და ძალიან ძველი კომპიუტერი თუ გაქვთ ჯობს 720-ზე და იქ გადმოწერის დროსაც გრაფიკების იმაზე 1000 Full HD არ არის შეგვეძლო პირველივე აქეთ 720 პის თუ რაღაცა ეგ გადმოწერეთ რომ მე ერთმანეთში არ აერიოს და არ გაჭედოს რა მადლობა ყურადღებისთვის